აფხაზეთის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ხავს. უმაღლესმა საბჭომ ნდობა გიორგი ჯინჭარაძეს გამოუცხადა. ჯინჭარაძე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე აკადემიურ სფეროში. ჯინჭარაძემ პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა. მგალობლიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2 ივლისს გააკეთა. ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სისტემაში დიდი ხანი გამოცდილება აქვს მიღებული, შესაბამისად იგივე მრწამსით ვარ დღეს აქ და შევეცდები ძალღონე დრო ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენ დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები, რაც დღეს უდგათ ჩვენ დევნილებს, მაქსიმალურად გადავჭრათ არსებული რესურსების პარკლებში. ძალიან მნიშვნელოვანი პლენარული სხდომა ჩატარდა ჩვენს უმაღლეს საბჭოში. დავამტკიცეთ აფხაზეთის ახალი მთავრობა, ახალი თავმჯდომარე და მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა ყველა იმ შენიშვნას, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის დეპუტატების მიერ გაცემული, იქნება გათვალისწინებული და მუშაობა წარიმართება სწორედ აი იმ რეკომენდაციების შესაბამისად.